რავი ლადო იმაშვებიან რა ანუ ეხა ჯერჯერობით იღრინებიან მაგრამ თქვენ დაალაგებენ ტრაკებს არ ვიცი თუ არ დაალაგებენ და კიდე შეგვასკდებიან ერთხელ და რას იღრინებიან რა ნუ ეხა არეგულებიან იმას რომ უგებთ რა და ნუ ეხა დაბოღმილები არიან და რაღაცებს კუჭკა დადიან და ჭრიჭინებენ რომ კიდე სხვა პოსტზე ვცადოთ ეხა რაღაც ყრილობა მოვიწიო და ასე ჩვენ შევუთვალეთ რომ ეგრილობა კარგად არ დამთავრდება თქვენთვის და არავისთვის თქო პარტიისთვის თქო და ყრილობა და რა კიდე ბავშვები არიან აუ ჩვენ ვეუბნებით რომ ეხა შიდა კონფლიქტის გარეთ გამოტანა არავის არ აწყობს ეხა თუ ვინმეს აწყობს და ვინმე მაგას გადაწყვეტს თვითონ იქნება პასუხისმგებელი ამიტომ არის ესე რა ხოდა მე ვიმედი მაქვს მაინც დაალაგდებიან რა ვიცი და ვინ არის ამის ინიციატორი ისა სათვალეებიანი თუ ნუ ეხა მიშა არის კაცო მიშა არის ვითომ ეხა თვითონ არ ჩანს მაგრამ ადეიშვილი ვაშალომიძე მურთაზა ზოდელავა მაქაური პროჭების საყვარელიძე ვინც არიან და ციხიდან ბაჩო და რაღაცა ყველა ერთად რო ბოკერია მე გიგი ისა ამათ ჩვენ სასტავს ასე ვთქვათ გვებძვიან და უნდა ჩაჩოჩება და ეხა ჩვენ ვეუბნებით რომ შედეგი თუ გინდათ არჩევნებზე აგერავარ და თუ არა და შეიტანეთ ტრაქში და ვნახოთ რასაც იზამთქო თქვენ დედაც მოთქვით რაღაცა ის არის თუ რაღაც ყლეობა რა ნიправი ყლეობა იმის მაგათ ბიზნესზე ფიქრობდეს ჩვენზე ფიქრობს ტიპი და ვაფშე ჯერ ერთი ოდესაზე ფიქრობდეს უნდა წესით მერე ბიზნესზე და ბოლოს ჩვენზე და პირველ რიგში ჩვენზე ფიქრობს და მერე და ყველაფერი დაანჩენს და ეჭვიანობს რა ხოდა რა ეჭვიანობს რა მაგის კამანდა ხართ მაგის ეჭვიანობს რომ ისე დაავლაგდებით რომ ეგ აღარ დაგჭირდება ეჭვიანობს რა ვიცი ეს გიჟია ნუ ეხა ეგ აღარ დაგჭირდებათ ეგ რო აბსურდია ხო იცის თვითონაც რომ ეგ სულ დაგჭირდება არის ის ეთყობა არის ის რა სიზამე ხა იმის ტვიში ხო ვერ შეცვლი რაღაცას ესენი აგიჟე აბა რა თუნდა უნდოდეს ეხა რა თუნდა უნდოდეს ბაჩოს და იმის ადეიშვილის დაალაგებული პარტია რა არ გამოჩნდება რომ ბაჩო და ადეიშვილი ალაგებენ თუ რა და ხალხი აღთოვანებით შეეგებება ამ ორი დიდი მოღვაწეს ქართულ პოლიტიკაში გაბლატავებას ისე თუ რა იქნება ახლა იმის მაგივად ყველანაირად მალავდეს და აჩოჩებდეს თავის ყოფილ პაზორნი ძალოვნებს ისე იმათ ეხდნობა და მარტო იმათი იმედი ექთა ნუ იყოს ეხა რა უყოთ ეხა ხოდა ნუ აი რატო ჭირს ესე აჭყვიანი კაცია აი რატო ჭირს ესეთი აი რა პოზიცია გიჟია რა გიჟია ხელისუფლების გიჟია გასაგებია ხო არ კარგავს ამ ხელისუფლებას ვერ გავიგე თვითონ არ ჯამთელ ძალას დაეყრდნოს მაგრამ მონები უნდა ლადო არ უნდა ადამიანები რომლებიც ჯამთელები არიან და ჯამთელად ელაპარაკებიან და რაღაცაზე წინააღმდეგობას უწევენ და რაღაცაზე არასეუბნებიან არ უნდა მონები უნდა და ჩვენ მონები ვერ გავხდები და ვინც ყავს მონები იმათ ეხნობა რა მონურ პონჩი რა ასან კვადრატულ მეტრში მჯდომ გიგის ებძვის იქიდან და ეხა რა ვიცი მაგდენი ნამუსიც არა აქვს რომ გიგის დამბრძოლა არის კადროს რა ვიცი რეკავს ხალხთან და ეუბნება რომ უგულავას ხალხია და უგულავას ხალხი ისია просто ეს მომის აჩემება თუ არის ეს კაიხანი არ დავაგდება მაშინ დავაგდება თუ მიხვდება რომ აზრი არა აქვს დავაგდება თუ მიხვდა ესე თავისით ვერ მიხვდება იქნებ ვიღაც ან გიგა და შენ ჩამოხვიდეთ და ელაპარაკოთ დააწყნაროთ ამშვიდეთ რაღაც ეგეთი იქნებ ქნათ კოკას ეგრეც ვიზამთ ალბათ მაგრამ შენ არ იბაზრო ეხა მან ქართველებში არაფერი არა ბიჭო რა უნდა ვიბაზრო შენ ღადა ოფშეჩი რა ენის მიტან მომტანი არა ბიჭო რა უნდა ვიბაზრო შეში ხო გადარე ამათან რამის თქმა როგორ შეიძლება ვაფშე ასმელა მაგის თქმაც არ გჭირდება შეჩი არა ბიჭო ნუ ამას რაღაცა პატარა ჯგუფი ყავს მალადინაკურიან ვაშაძეს მაგრამ ნუ ძირითადად გამოყლებული ბოშები არიან ხო ნუ გამსამოლია რა თვითონაც როგორ გამსამოლიც არის ეგეც ასწავლებს თვითონ კატასტროფაა ჭიათურელი ნაგლი კომკავშირელია რა მეტი არაფერი არის ღირებულებების და პრინციპების გარეშე ვაფშე ტიპი კარიერისტი კაროჩი
მეტი არაფერია. რავი გოში მე თუ დამინჯერებთ, აი ჯობია რომ შენ და გიგამ კი გავაიასნებთ რაღაცას დაველაპარაკებით. აი ვასილიჩმაც თუ გარისკა და წამოვიდა, აი თქვენ სამნი რომ დაუჯდეთ. ვასილიჩი ვერ ჩამოვა, მაგრამ ნასკარევსი გიგა ჩამოვა. შენ არ გინდა, ხო? ბიჭო, რა ვიცი, ვაფშე უფულოთა ვარ ეხლა და ეგ მაქენ მე არაფერს არ იმას ვიზავს და რაღაც თუ მოახერხეთ აქედან რავი. ხო, ну მოკლედ შეხედე შენ და თუ მაგას გააძრობ, რასაც მე გეუბნები რომ ამას დაელაპარაკოთ, ძალიან კარგი იქნება. დაჟე ჩხუბით და იმითიც რომ დაიწყოთ, მაგრამ ბოლო-ბოლო დავაგდეთ, მე მგონი ხმის. შეიძლება ნახოთ, შეხედოთ. ხო, აი ბოზიშვილი, რა ვიცი, მე ეგრე მგონი, ყოველთვის ლაპარაკი მაინც ყველაზე კაი პუნქტია რა, ეს შორიდან რაღაცა ისე. აი, არაფერი შორიდან არ იყო კაც მანდ ვიყავით და ველაპარაკეთ კბილა და მშვიდად და მე ისევ გააკეთა ეს. ნახოთ რა, შევხედოთ. ბიჭო, ესენი აგიჟებენ ბოზიშვილი, მე ხო ვიცი აქ რა ვითარება რა. ესენი აგიჟებენ ამას, ეს სასწავლი რა, ეს ვაშაძე და ეს სასწავლი აგიჟებენ. ეს დედა მოთხნულია სათვალეებიანი გალავნი პროჭი. კი, ეგ არის გლავნი. ეგ არის გლავნი, ეგ თესლი ეგასი. ეგ თესლი.